გამარჯობათ. ეთელე იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ეზოთერიულ არხზე. დღეს გვექნება ძალიან სერიოზული და რაც თავარი არის საჭირო ინფორმაცია თქვენი წინაპრებისგან მიღება იმ მნიშვნელოვანი ასპექტების და სიტუაციის, რაც გჭირდებათ. ინფორმაცია თქვენი წინაპრებისგან. ვარიანტების რაოდენობა იქნება 3 ვარიანტი. ნახოთ კონკრეტულად ის, რაც თქვენი წინაპრისგან საჭირო არის რომ გაიგოთ. გააკეთეთ კონცენტრირება თითო ვარიანტზე შეგიძლიათ კონკრეტული თქვენი წინაპარი, ასე ვთქვათ, გარდაცვლილი ადამიანი ჩაუფიქროთ, ან უბრალოდ ისე აირჩიოთ ვარიანტი და მოისმინოთ ინფორმაცია. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაცია, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებულ ინფორმაციას. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის კონკრეტულად აქტიური არის მამაკაცის მაჩვენებელი, მამაკაცი თქვენი წინაპარი, ან უშუალოდ ქალი ისეთი, რომელიც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იყო და საკმაოდ ძლიერი ენერგიის და უნარების მატარებელი იყო. კონკრეტულად არსებულია, ასე ვთქვათ, პიროვნებისგან თქვენთვის ინფორმაცია არის, რომ არ დანებდი არსებულ სიტუაციაში, რომელშიც ამ მომენტისთვის იმყოფები. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შექმნას. მე ყოველთვის ვაკვირდები შენ ქმედებებს, მე ყოველთვის შენთან ვარ, უბრალოდ მთხოვე დახმარება. თუნდაც ფიქრის კუთხით, თუნდაც ელემენტარული სანთლის ანთებისას. ხო, საკმაოდ ძლიერი კავშირი გაქვს შენ წინაპრების ხაზთან. ეს იქნება როგორც კონკრეტული ადამიანი, ასევე ზოგადად წინაპრების კუთხით, იცნობდი თუ არ იცნობდი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ასე რომ შენი ნებისმიერი თხოვნა და შენი ნებისმიერი გვერდში დგომა, ანუ ასე ვთქვათ, გვერდში დგომა, როდესაც გჭირდება, ყოველთვის შესმენელი არის. თავარი არის მეტად გქონდეს დაფასების მომენტი, მეტად გქონდეს მადლიერების თემა. უფრო კონკრეტულად შენთვის შეტყობინება რა არის ზოგადად მათი მხრიდან. ეს ყველაფერი სიტუაციები, რაც შენ თავს ამ მომენტისთვის ხდება, რაღაც მომენტში შეიძლება იყოს მტკივნეული გრევები და ტრანსფორმაცია, ხდება იმისთვის, რომ უფრო მეტად მყარად დადგე ფეხზე, უფრო მეტად დააფასო საკუთარი თავი, უფრო მეტად შეიყვარო საკუთარი სიტუაციები, საკუთარი ცხოვრება. რეალურად შენ ემზადები იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე სრულიად ახალი ენერგიებით გადახვიდე და უფრო მეტად იყო გაძლიერებული. ეს ყველაფერი სიტუაციები, რაც ახლა ხდება, ხდება შენთვის მომზადების პროცესი იმისთვის, რომ საბოლოოდ გახდე უფრო მეტად მყარი და უფრო მეტად შემდგარი პიროვნება. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ახლა არსებული სიტუაციები, რასაც გადიხარ, არის ერთგვარი გამოცდა. გაიზარდე შენ, თუ ისევ იგივე წრეზე იტრიალებ. თავარი არ შეგეშინდეს, ჩვენ შენთან ვართ. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული ინფორმაცია. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის შემთხვევაში მიჩვენებს სიტუაციას, რომ არსებულ პერიოდებში შესაძლებელი არის შენ ცხოვრებაში იჩინოს ისეთი ადამიანის კატეგორიებმა თავი, ვინც მაქსიმალურად შენ გამოყენებას ეცდებიან და მაქსიმალურად სიტუაციურად გამოგცდიან. ამ შემთხვევაშიც მიჩვენებს, რომ აქტიურად არის კონკრეტული პიროვნება, ვინც არის მოსული ხო წინაპრის კუთხით, ახალგაზრდა მამაკაცი, შეიძლება ითქვას ბიჭიც, იმიტომ რომ თლად ასაკიანს ვერ უწოდებ, დაახლოებით შეიძლება იყოს მაქსიმუმ 33 წლამდე, არც კი ესეთი ტიპაჟის კატეგორია არის მამაკაცი მოსული, რომელიც კონკრეტულად ინფორმაციას გაწვდის. შენ რომ მოახლოეს პერიოდში იქნებიან ადამიანების ესეთი კატეგორია აქტიური, ვინც მაქსიმალურად შენგან ეცდებიან ინფორმაციების გამოძალვას, სიტუაციურად გამოცდების მოწყობას, რამდენად შეძლებ მათ გვერდში დგომას. ასევე მოტყუების თემებმაც შეიძლება იჩინოს თავი და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინე. არ გამოაყენებინო თავი და არ მოტყუდე გარკვეულ სიტუაციებში. კიდევ შენთვის ინფორმაცია რა არის ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე. ფინანსურ თემას მიაქცია უფრო მეტი ყურადღება, ფინანსების კუთხით შეიძლება გარკვეული სახის კრიზისის თემები გქონდეს, მაგრამ ნელ-ნელა არსებული სიტუაციებიდან და პრობლემებიდან გამოდიხარ. გვერდში დახმარების კუთხით მიმართე ადამიანს, ამ შემთხვევაში ქალბატონს, რომელიც უფრო მეტად გამოცდილი არის, შეიძლება უფრო მეტად შენზე, ასე ვთქვათ, მეტი სიტუაციური გამოცდილება ჰქონდეს. ანუ შეიძლება ეს იყოს როგორც ასაკით დიდი, ასევე ზოგადად სიტუაციური კუთხით შენზე მეტი
გამოცდილება ნებისმიერ ასპექტში გქონდეს, ხო? ნუ მოგერიდება დახმარების კუთხით თხოვნა, ნუ გექნება მორიდების მომენტი. რეალურად ეხლა შენ გადიხარ სიტუაციებს, როდესაც უნდა გადაახარისხო თემები, ვის ტოვებ და რას ტოვებ შენ ცხოვრებაში. ესე უბრალოდ ხელის ერთი აქნევის კუთხით გადაწყვეტილებების მიღება უკვე აღარ გეპატიება. შენთვის აღარ იქნება ადვილად ნაპატიები ეს სიტუაციები. დაფიქრდი კონკრეტულად რას აკეთებ და როგორ იქცევი. შენ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაიკისრე იმ თვალსაზრისით, რომ თუ იტყვი რომ ეს მე უნდა გავაკეთო, გააკეთე. მაგრამ ამავდროულად ინფორმაცია მოდის, რომ შენ ზედმეტად ნოიტვირთავ თავს პასუხისმგებლობებით ისეთ რაღაცეებში ნუხვევ თავს, რაც არ გჭირდება და თუ ამაში ჩაერთვები, მაშინ ბოლომდე მიიყვანე. მიხვდი ხო სიტუაციას? ასეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული სიტუაციები. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. დღეს როგორც იტყვიან, მამაკაცების პოზიცია არის აქტიური და უფრო მეტად მამაკაცები არიან წინაპრების კუთხით მოსული სამივე ვარიანტზე. ამ შემთხვევაში აქაც პირდაპირ მამაკაცი არის საშუალო ასაკის 50 წლამდე მამაკაცის პოზიციას მიჩვენებს ამ შემთხვევაში წინაპრის თემით გარდაცვლილი ადამიანი 50-დან 53-მდე მაქსიმუმ ესეთი ტიპაჟის ადამიანს რაღაც მომენტში შესაძლებელი არის თმების შუა ადგილში გაწვენილიც ქონოდა ან საერთოდ არ ქონოდა, იმიტომ რომ თავის არე საკმაოდ ისეთი აქვს მსუბუქი ამ თვალსაზრისით, ხო? მიჩვენებს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი არის ქონდეს მენტალური კუთხით გადაღლილობა, დაუცველობის შეგრძნება, გარკვეული კუთხით ასე თქვა საკუთარ თავთან კონფლიქტის თემა, რომ როგორ ვიქცევი, რა მჭირს, რა ჭირს ჩემ თავს, ხო, ესე რატო ვიქცევი. შენ შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდებოდე რატომ ხარ ესეთ მდგომარეობაში. იდეაში შენ მეტად გჭირდება, რომ გადაახარისხო სიტუაციები, პრიორიტეტები შენ ცხოვრებაში რა არის და რა არ არის საჭირო რომ იყოს, ხო? რეალურად ეს მიმდინარე პროცესები არის ერთგვარი შენი სიტუაციური გადაწყობის პერიოდი, ასე ვიტყოდი. ხო, მოდი კონკრეტულად უფრო მეტად გახსენით ინფორმაცია და შენთვის რა არის საჭირო ინფორმაცია, რომ მოწოდებული იყოს. გახსოვდეს, რომ შენივე აქტივობა და შენივე ჩართულობა შენივე სიცოცხლის ძალა არის. რაც უფრო მეტად იქნები მოშვებული პოზიციაში და საკუთარ თავს დაარწმუნებ იმაში, რომ რაღაცაში ცუდად ხარ და რაღაცაში არ გამოგდის, რეალურად უფრო მეტად თვითპროგრამირების თემაში ეშვები. არსებულ სიტუაციებში არ იყო სახლში გამოკეტილი, იყავი აქტიური, ეცადე რომ ნებისმიერი მიმართულებით იპოვო გამოსავალი, გადი ხალხში თუ სახლის პოზიციაში იმყოფები, ან ერთ ადგილზე გამოკეტილი არ უნდა იყო. მეტად იყავი აქტიურ პოზიციაში, მეტად შესამჩნევი გახდი სხვებისთვის. არ იყო სიტუაციურად გამომწყდეული ერთ ადგილას. შენთვის არ შეიძლება ზედმეტად ერთფეროვან სიტუაციებში გამოკეტილობა. მსგავს შემთხვევაში შესაძლებელი არის ქონდეს დეპრესიული ფონის მდგომარეობა, შესაძლებელია ქონდეს თვითშებასების დაბლადაწევის მომენტი. რეალურად დააწყე გეგმები, სამომავლოდ რა საპირებ, რა მიმართულებით უნდა წახვიდე. მარტივი გზა ნამდვილად არ იქნება შენ სიტუაციებში, თუმცა გადაალახვადი არის. ამ შემთხვევაში 10-იანი კვერთხები არის კულმინაციური პერიოდი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან უკვე ჩამთავრებული თემა არის. ხო, ამაზე უარესი ფიზიკურად, აი აქაც 10-იანი ამოვიდა, ხო, ორმაგი 10-яნის მდგომარეობა ფიზიკურ დონეზეც და მენტალურ დონეზეც. ფიზიკურად აღარ იქნება და ტულზე საქმეების გადაწყვეტის მდგომარეობა. რეალურად ეხლა შენ ხარ სიტუაციებში, როდესაც შენი ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყო. ან უფრო მეტად აქტიური ხდები და ერიდები იმ არსებულ ტოქსიკურ სიტუაციებს, რაც აღარ გჭირდება და ახალ ეტაპზე იწყებ ცხოვრებას, ან უბრალოდ რჩები იმ უწყვეტი წრის მდგომარეობაში, სადაც ხარ და უბრალოდ შენთვის ილუზიურ მდგომარებას იქნი, რომ ხარ კომფორტის ზონაში, მაგრამ რეალურად ესე არ არის. სულ სჭირდება განთავისუფლება, სულ სჭირდება თავისუფლება. ასე რომ არსებულ სიტუაციაში მესამე ვარიანტი მეტად დაიკისრე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები და მეტად იყავი ცოცხალ ენერგიებში და აქტივობებში. ასეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები. დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.